სიელმე ანუ სტრაბიზმი გახლავთ თვალის მამოძრავებელი აპარატის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგია, როდესაც ერთი თვალი ან ორივე მონაცვლეობით გადახრილია საფიქსაციო ღერძიდან. სიელმე შესაძლოა თანხვედრილი იყოს მხედველობის დარღვევასთანაც. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი, შესაძლოა იყოს შეძენილი. თანდაყოლილია, როდესაც ის სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში ვითარდება. შეძენილი სიელმის მიზეზი შესაძლოა იყოს მხედველობის დარღვევა, ტრამვა, ინტოქსიკაცია, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე სხვადასხვა სახის პათოლოგია, ენდოკრინული დარღვევები და ასე შემდეგ. სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა დროულად მივმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს, რადგან სიელმის სიმპტომატიკის გარდა შესაძლოა გვქონდეს სახეზე მხედველობითი დარღვევებიც. სიელმის მკურნალობა გახლავთ როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული. კონსერვატული მკურნალობის მეთოდებია სათვალით კორექცია მხედველობის და გარკვეული ფუნქციონალური ვარჯიშები. სიელმის ქირურგიული მკურნალობა მოიცავს ჩარევას თვალის მამოძრავებელ კუნთებზე, რომელთა შესუსტების გაძლიერების გადანაცვლების გზით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ თვალის სწორი მდებარეობა. ნიუ ჰოსპიტალზე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსით იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მათი ეფექტური მკურნალობა.